გამარჯობა მეგობრებო, ცეხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით და ვისაუბრებთ ბოლო პერიოდში მოხდარ მოვლენებზე, მანამდე მცირე ისტორიული ექსკურსით დავიწყოთ. რამ დაშალა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის დანგრევის მრავალი ახსნა არსებობს, მაგრამ მე ერთ მათგანზე შევჩერდები, ეს არის სახელმწიფოს მართვის საბჭოთა სტილი. რა იყო წახალისებული საბჭოთა ხელისუფლებასა და ბიუროკრატიაში? დუმილი, უსიტყვო მორჩილება, მლიქვნელობა. და რა არ იყო წახალისებული? დამოუკიდებელი აზროვნება, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, ინიციატივა. შედეგით შესაბამისი იყო. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჭიანურდებოდა, პასუხისმგებლობა იკარგებოდა, სისტემა კი სულ უფრო და უფრო არაეფექტიანი ხდებოდა. მარტივად რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირში პრობლემების გადაწყვეტის შემდეგი მეთოდი არსებობდა. თუ პრობლემა გაქვს, შექმენი კომისია. თუ კომისია არ შველის, შექმენი გამოძიება. თუ გამოძიებაც გაიწევა, შექმენი ახალი მტერი. თავარია მოქალაქე ვერასოდეს დაფიქრდეს, რომ რეალურად ხელისუფლებაშია პრობლემა. ბოლო ორ კვირაში ქვეყანამ დაკარგა დედა და 3 წლის შვილი, რომლებიც 225 ჯარიმიან თვალ და საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებულ ძღოლს შეეწირნენ. დაკარგა 17 წლის ბიჭი, რომელიც 4 რეგისტრირებული იარაღის მქონე ფსიქოპატს ემსხვერპლა. ქვეყანა უყურებს, როგორ იღუპებიან ადამიანები გზებზე, როგორ ბნელდება მთელი საქართველო და ამ დროს ხელისუფლების პასუხი არის მოდიგი ტრადიციების დამცველი მოძრაობა, რომელიც გვიხსნის, რომ მთავარი საფრთხე თურმე სადღაც სხვაგან ყოფილა, არა გზებზე, არა ელექტროსისტემაში, არა სახელმწიფოს მართვაში. მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ. 225 ჯარიმა. ეს არის სახელმწიფო მოთმინების ალბათ მსოფლიო რეკორდი. გორის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა ქართული სახელმწიფო მანქანის სახე. შეგიძლია ასობით დარღვევა ჩაიდინო და პრაქტიკულად არაფერი მოხდეს. 225 ჯარიმა ყველა ნორმალურ ქვეყანაში წითელი ალამი იქნებოდა. საქართველოში კი უბრალოდ Excel ფაილის კიდევ ერთი უჯრა. სისტემა თითქოს ამბობს. დიახ, ეს ადამიანი მუდმივად არ ღვევს წესებს, მაგრამ მოდი. იქნებ 226 ჯარიმის შემდეგ დაფიქრდეს. ან იქნებ სულ სხვა ლოგიკა მუშაობს. ეს ადამიანი ჩვენიანია. ამიტომ რაც უნდა ისაკეთოს. პრობლემა არ არის, სანამ იმას აკეთებს, რაც გვინდა. ადგილობრივების მტკიცებით, ძღოლს რევაზ ელისბარაშვილს პოლიციელის ყავს ნაცემი და ესეც შერჩა. როდესაც მოქალაქეებს აღარ უკვირთ, რომ ასობით დარღვევის მქონე ადამიანი თავისუფლად აგრძელებს მოძრაობას, პრობლემა კონკრეტულ ძღოლში კი აღარ არის, პრობლემა სისტემაში. ვერის სკოლების შესახებ თელმა ქვეყანამ გაიგო და დეტალების გამეორებას არ შევყვები, მხოლოდ ერთი კითხვა არსებობს. როგორ მოხდა, რომ ადამიანს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, 4 ცეცხლსასროლი იარაღი კანონიერად ჰქონდა დარეგისტრირებული. ვინ მისცა ამის უფლება, ვინ შეამოწმა მისი მდგომარეობა, ვინ დაუშვა, რომ ასეთი ადამიანი შეერაღებული ყოფილიყო და თუ იარაღი ერთხელ უკვე ჩამორთმეული იყო, რატომ დაუბრუნდა? ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული, ეს არის სახელმწიფოს ინსტიტუტების და კონტროლის სისტემის ერთობლივი ჩავარდნა. საბოლოოდ ქვეყანა იღებს 3 დაღუპულ ადამიანს, იქ სადაც წესით ერთი პირი ფსიქიატრიულ ზედამხედველობას უნდა ექვემდებარებოდეს, მეორე კი შესაძლოა ბევრად ადრე კარგავდეს ავტომობილის მართვის უფლებას. და ეს ადამიანი საერთოდ შეიძლება არ აღმოჩენილიყო იმ მდგომარეობაში, ვინმეს დროულად რომ ემოქმედა. მაგრამ სწორედ ეს არის პრობლემა. საქართველოს სისტემა რეაგირებს შედეგზე და იშვიათად მიზეზზე. გორის ცენტრში 13 ივლისს მომხდარი ტრაგედიიდან დღემდე კი ჩვენს გზებზე ავარიებში კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა. 2025 წლის მონაცემებით კი საქართველოს გზებზე 479 ადამიანი დაიღუპა. აქედან 28 ბავშვი, 164 ქვეითი. საშუალოდ კი 2013-2025 წლებში წელიწადში 485 ადამიანი იღუპება. მოსახლეობის გათვალისწინებით კი ეს 120 დაღუპულს ნიშნავს 1 მილიონ მოსახლეზე, რაც დაახლოებით 6-ჯერ უარესია ევროკავშირში ამხრივ ყველაზე უსაფრთხო შვედეთზე 20 კაცი და მნიშვნელოვნად უარესია ევროკავშირის ყველაზე ცუდ ქვეყანაზე რუმინეთზეც კი, სადაც 78 ადამიანი იღუპება 1 მილიონ მოსახლეზე. და რატომ ხდება ეს ასე? იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს შეზღუდვები, არის კამერების ფართოქსელი, კაცრი მიდგომა ნასვამი მძღოლების მიმართ და რაც მთავარია, არ მუშაობს ზარი ახლობელთან. საქართველოში ყველაზე ხშირი ფატალური ფაქტორებია სიჩქარის გადაჭარბება, გასტრების წესების დარღვევა, ნასვამ მდგომარეობაში მართვა, ღვედის გამოუყენებლობა და დაუსჯელობის სინდრომი. ზარი ახლობელთან ან მთავრობის მიერ გამოცხადებული მორიგი საახალწლო ამნისტია ჯარიმებზე. რიცხვებში რომ გადავიყვანოთ, საქართველოს შვედეთის დონეზე იყოს წლიურად გზებზე დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპებოდა და არა 485 ადამიანი საშუალოდ. და ეს რიცხვი მხოლოდ რიცხვი არ არის. ყოველი ამ ციფრის უკან ტრაგედიაა. მაგრამ პრევენცია არაა ქართული ოცნების სტილში. საბოლოოდ ხელისუფლების მიერ შემუშავებული პრევენციის მოდელი დაახლოებით ასეთია. დაელოდე კატასტროფას, ჩაატარე პროპაგანდის კომპანია, თქვი რომ ტრაგედიები ყველგან ხდება, თქვი რომ ტრაგედიას პოლიტიკაში ნუურევთ, არასწორად პოლიტიკა დაუშლობის განცდა და კონტროლის მექანიზმების მოშლა ქმნის გარემოს, სადაც ასეთი ტრაგედიები ხდება.
დიახ, ტრაგედიები ყველგან ხდება, მაგრამ ყველგან არ ხდება ერთნაირი სიხშირით. ყველგან არ რჩება ერთნაირად დაუშჯელი. ყველგან ერთნაირად არ ხდება გაფრთხილების ნიშნების იგნორირება და თუ ყველაფრის გამართლება იმით შეიძლება რომ სხვაგანაც ხდება, მაშინ გერბზეც ის დავაწეროთ, რადგან ძალაერთობაშია უკვე ძალიან შორსაა სამწუხაროდ რეალობისგან. საქართველოში არც რაიმე ერთობა ჩანს და არც განსაკუთრებული ძალა ჩანს ჩვენი ქვეყნის. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდით ქვეყანას, სადაც დენი ითიშება, მაგრამ პროპაგანდა არა. ორი გათიშვა ორ დღეში 24 და 25 ივლისს კითხვებს აჩენს მთლიანი სისტემის მართვასა და მდგრადობასთან დაკავშირებით, ამ დროს კი პასუხი კითხვაზე ჯერ კიდე არ გამოქვეყნებულა. პრობლემის გადაწყვეტის ნაცვლად კი გაჩნდა ახალი პროდუქტი, ტრადიციების დამცველი ერთბაშად ორი მოძრაობა. საქართველოში რაც უკვე კარგად ნაცნობი ჟანრია, როდესაც რეალური პრობლემების გადაჭრა რთულია, როცა ვერ აგვარებ ეკონომიკურ პრობლემებს, გზების უსაფრთხოებას, ემიგრაციას, განათლების, ჯანდაცვის პრობლემებს, ყოველთვის შეიძლება თქვა ჩვენ ღირებულებებისთვის ვიბრძვით. ეს ძალიან მოსახერხებელი ფორმულაა, რადგან ღირებულებებს ვერ გაზომავ, ვერ ჩასვამ სტატისტიკაში. ვერ მოგთხოვენ პასუხს, თუ რატომ არ შესრულდა. მაგრამ შეიძლება ყოველდღე ამტკიცო, რომ ვიღაც მათ ემუქრება. ამ ამბავში ყველა საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ პირველი მოძრაობის დამფუძნებელი თავად გახდა მეორე დღეს ბულინგისგან დასაცავი ფიგურა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ როდესაც რომელიმე მოძრაობის დამფუძნებელი ღია დამოსვენ სადაც ციხეში წავიდეს, ანუ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს. ეს უკვე თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, სამართალდამცავი უწყებების რეაქცია ნულის ტოლი აღმოჩნდა. მაგრამ მოდი შევეხოთ ტრადიციების ნაწილს. რომელი ტრადიციების დაცვას აპირებს ერთი თუ მეორე მოძრაობა? მაგალითად აპირებენ თუ არა წაწლობას სწორფრობის დაცვას, თუ პირიქით მასთან ბრძოლას, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, ვთხოვ მიმართონ ცნობილ ეთნოგრაფს სერგი მაკალათიას, რომელსაც 1925 წელს გამოსცა კვლევა შაური წაწლობა და ხევსურული სწორფრობა. ან ჰეროდოტე ისტორიების მეორე წიგნში კოლხებზე წერს. კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები ერთადერთი ხალხები არიან, რომლებიც უძველესი დროიდან ასრულებენ წინადაცვეთას. რას აპირებთ მეგობრებო ამ მიმართულებით? თუ დაგაინტერესებთ, ჰეროდოტეს საფლავი არ ვიცი და სერგი მაკალათია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური მიღწევა კი, როგორც ჩანს, ეს არის პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ან სამინისტროს, ან რაღაცა მოძრაობის შექმნა. იქნებ ბატონი მამუკა მდინარაძისთვისაც გამოინახოს რამე საინტერესო სამინისტრო და თავმდეობა ამ მიმართულებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ბატონი მამუკა დაინიშნა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად. თუ არ ვცდები, სულ რაღაც ერთი თვით. მანამდე კი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებას ახორციელებდა. მანამდე კი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო და ამ თავმდეობაზე თავბრუდამხვევ სიმაღლეებს მიაღწია. წავიკითხავ მისთვის მინიჭებულ წოდებებს. 2025 წლის 3 სექტემბერი ლეიტენანტი, 23 ოქტომბერი უფროსი ლეიტენანტი, 25 დეკემბერი კაპიტანი, 26 დეკემბერი მაიორი, 2026 წლის 9 მარტი ვიცე-პოლკოვნიკი, 9 აპრილი პოლკოვნიკი, 21 აპრილი გენერალ-მაიორი და იმავე დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან. აქვე წავიკითხავ გაცილებით ნაკლები წოდების ადამიანის ბიოგრაფიულ მონაცემებს. 1785 წელი ლეიტენანტი, 1792 წელი კაპიტანი, 1793 წელი ბრიგადის გენერალი. უბრალოდ ეს მეორე ადამიანი სულ რაღაც ნაპოლეონ ბონაპარტია. რეალურად კი ირაკლი კობახიძე მთლიანად ჩამოაცილეს ძალოვანი სტრუქტურების მართვას. საბოლოოდ ასე გრძელდება ცხოვრება ქვეყანაში, რომელიც deep state-ისგან კი იცავს თავს, მაგრამ ყველაზე მთავარი, ჩვეულებრივი მოქალაქე ადამიანი დაუცველი რჩება. და სახელმწიფო ღირებულებაც საბოლოოდ სწორედ ამით იზომება. რამდენად იცავს საკუთარ მოქალაქეს და არა რამდენად კარგად ხსნის, თუ რატომ ვერ დაიცვა.